სამშენებლო მასალებისა და საწვავის ფასების ცვლილების შემთხვევაში სახელმწიფო კონტრაქტების ღირებულება სპეციალური ინდექსის მექანიზმით დაითვლება. მთავრობის დადგენილებით წესი 2027 წლის იანვრიდან გამოცხადებულ ტენდერებზე გავრცელდება და შეეხება 12 თვეზე მეტი ვადის მქონე პროექტებს. ანაზღაურების გადაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნება საქსტატის მშენებლობის ღირებულების ინდექსი და ის შესრულებული სამუშაოების 60% შეეხება. გარდამავალი წესით 2027 წლამდე საგზაო პროექტებზე ფასების კორექტირება ბიტუმისა და დიზელის ღირებულების ცვლილების მიხედვით განხორციელდება. საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მონაცემებით მაისში რეზერვების მოცულობა $531 მილიონ მეტად გაიზარდა და $7 მილიარდ მიაღწია. ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ეგრეთ წოდებული ARA მეტრიკის 100%-იან დონეს აღემატება და 114.8%-ს შეადგენს. მარეგულირებლის განმარტებით ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა მიმართულია რეზერვების დაგროვებაზე და როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ავსებს. რაც შეეხება ოქროს წილს, რეზერვებში ის თითქმის 15%-ს აღწევს და ოქროს აქტივის ფასის მატება რეზერვების ზრდაზეც აისახება. ფოთის პორტში ტვირთბრუნვა გაიზარდა. იანვარ-მაისში APM ტერმინალს ფოთში საკონტეინერო ტვირთბრუნვამ 8.2%-იანი ზრდა აჩვენა. ზრდის ტენდენციაა თვის ჭრილშიც. მთლიანობაში 5 თვის განმავლობაში 277,081 TEU დამუშავდა. ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღების რაოდენობაც. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურმა 172 საკონტეინერო გემი მიიღო. პოზიტიური დინამიკაა გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. ამავე პერიოდში 6150-მდე მანქანიანი კონტეინერი დამუშავდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მაჩვენებელმა 8257-ს მიაღწია. საქართველოში საწვავის ფასები ბოლო 1 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ნავთობიმპორტიორები აღნიშნავენ, რომ ფასების ფორმირებაზე ძირითად გავლენას საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება და გეოპოლიტიკური პროცესები ახდენს. მათი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ეტაპობრივად დასტაბილურება საშუალო ვადაში საწვავის გაიაფების წინაპირობა იქნება. ამ ეტაპზე კომპანიებს მომდევნო რამდენიმე კვირაში ფასების შემცირების მოლოდინი არ აქვთ და აცხადებენ, რომ საცალო ფასები ისევ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული. ბოლო 1 თვის განმავლობაში ფაქტიურად ზრდა არ გაგვიკეთებია. ნელ-ნელა სტაბილურდება გეოპოლიტიკური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და საშუალო ვადაში მოლოდინი გვაქვს, რომ ფასები შემცირდება. თუმცა 2-3 კვირიან პერსპექტივაში სამწუხაროდ ჩვენ ამის არგუმენტირებული მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორც კი საერთაშორისო პლაცის ფასი მოგცემს ამის საშუალებას, პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია, რომ ფასები დავწიოთ, შესაბამისად ჩვენი გაყიდვებიც ამ დროს, რა თქმა უნდა, იმატებს და მოსახლეობისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. IG Development Georgia ახალ ემისიაზე მუშაობს. კომპანია 40-45 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებას ივლისში გეგმავს. სავალო ფასიანი ქაღალდების განთავსება გალთენ თაგარტის მხარდაჭერით მოხდება. კომპანია ახალი და შედარებით იაფი ფინანსური რესურსის მოძიების კუთხით საინვესტიციო ბანკებთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო პერიოდში IG Development Georgia-მ ბაზარზე ჯამურად 82 მილიონი დოლარის ობლიგაციები განათავსა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალია. საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მაისში ორთვიანი ვარდნის შემდეგ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. გალთენ თაგარტის მონაცემებით შემოსავლებმა 380 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ნახევრიანი ზრდაა. მთლიანობაში იანვარ-მაისის პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $1.5 მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით ნაკლებია. საინვესტიციო ბანკში პროგნოზირებენ, რომ 2026 წლის ბოლომდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.9 მილიარდ გაიზრდება.